ყველაფერი პოლიტიკაა. ჩვენ კი ვშიფრავთ კოდს, რომელიც გავლენას ახდენს შენზე. პოლიტიკური კოდი, ანალიზი, ფაქტები და კითხვები, რომლებსაც პასუხი სჭირდება. ვინ გვმართავს სინამდვილეში, როგორ იქნება პოლიტიკური დღის წესრიგი და რას გვეუბნება ის, რაც თითქოს არ ჩანს. ეს პოლიტიკური კოდია გადაცემა მათთვის, ვინც არენდობა ზედაპირს. მე ხატია ბანცაძე ვარ, დღეს კი სტუმრად გვეყოლება პარტია ლელოს წევრი და ჯანდაცვის ექსპერტი ბატონი ვატო სურგულაძე. მოგესალმებით ბატონო ვატო, მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. საუბარი დავიწყოთ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებით, რადგან ეს ყველაზე განსახილველი თემა გახდა ბოლო თვეების მანძილზე, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩაიხურა. 2025 წლის არჩევნები. ძალიან დიდი კამათი გამოიწვია და როგორც იძახიან მე არ მგონია განხეთქილება ოპოზიციაში. რამოდენიმე გზა არსებობს, რომ ხელისუფლება იყოს გადაყენებული. რევოლუციური, რომელიც ჩემთვის სულად მიუღებელია და არ შეიძლება ყველა არც ერთ რევოლუციას საბოლოოდ სიკეთე იმ ქვეყნისთვის არ მოუტანია. მეორე მომენტი მუდმივი მშვიდობიანი პროტესტი, ეს იქნება რუსთაველი, რომელსაც პრაქტიკულად თბილისში ვარ, ყველა აქციას ვესწრები. მუდმივი პროტესტი ეს შეიძლება იყოს დამოურჩილებლობა, როდესაც სამსახურში არავინ არ გავა განსაკუთრებით ადამიანები, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ, ესაც არის და რა თქმა უნდა არჩევნები. როდესაც საუბარი მიდის იმაზე, რომ ლელო რო გადის არჩევნებზე, ამით ლეგიტიმაციას აძლევს ამ მთავრობას, მასე არ არის. როცა ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ეს ძირითადი მოთხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მაშინ ვინ უნდა დანიშნოს ეს არჩევნები? იგივე არალეგიტიმურმა მთავრობამ. თუ როგორ წარმოუდგენიათ ახალი არჩევნების დანიშვნა, ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი. არავითარ ლეგიტიმაციას არ აძლევს ოპოზიცია იმით, რომ ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში, პირიქით 3200-ზე მეტი უბანია საქართველოში. აი 3200 უბანი უმეტესობა უნდა გავხადოთ პატარა პროტესტის ცენტრად. და არა მარტო რუსთაველის გამზირი, არა მარტო გორის ცენტრალური მოედანი და არა მარტო ბათუმი, ზუგდიდი და ქუთაისი. არა, ყველგან უნდა გაჩნდეს პროტესტის მცირე, ესეთი პატარა ცენტრები და ზუსტად არჩევნები ამაში ძალიან შეგვიწყობს ხელს. კიდევ ამბობ, ეს არის განსხვავებული ადგილობრივი არჩევნები. ადგილობრივი არჩევნები ძირითადად რაც საუბრობთ, რა არის? წყალი, გზები, საბავშვო ბაღები, სკოლები, დასაქმების მომენტი, უსაფრთხოება, მიუსაფარი ცხოველები. ეხლა კი ამაზეც იქნება საუბარი, მაგრამ ძირითადი საუბარი მაინც იქნება პოლიტიკაზე. პოლიტიკაზე იმაზე, რატო უნდა შეიცვალოს ეს არალეგიტიმური ხელისუფლება, დიახაც, არალეგიტიმური ხელისუფლება. ანუ როგორც წინააღმდეგობის პლატფორმის მონაწილე ხო, პლატფორმა დიახ, ოღონდ ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა. არსებობს სხვა გზებიც და ჩვენ ყველგან ვქებულობთ მონაწილეობას. ეს იქნება საპროტესტო აქცია, ეს იქნება მარშები, ჩვენ ყველგან ავართ და არ მიგვაჩნია რომ ეს გზა არ არის სწორი. ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ არ მიგვარს ეს რუსეთმე და ესეთი დასახლება, მაგრამ მთავრობა, რომელიც პრაქტიკულად მოსკოვიდან იმართება. წარადგენს თუ არა ლელო და პარტია საქართველოსთვის საერთო კანდიდატს. გადაწყვეტილება მერწმუნებს. მიღებული ჯერჯერობით არის. ცუდია, რა თქმა უნდა და გამოვარდებიან ახლა ოპოზიციური პარტიები, თქვენ რას აპირებთ? ისაც იმაზეც კი ვერ შეთანხმდით, ვინ იქნება ოპოზიცია და რა თქმა უნდა ეგრეთ წოდებული მთავრობა, ესენი რა პარტიები არიან. კიდევ ჩვენ გვაქვს მემორანდუმი მხარდამჭერის, ჩვენ ერთი პარტია არა ვართ, ჩვენ კოალიცია არ გაგვიკეთებია. უბრალოდ თქვათ, თუ ვიღაცა იქნება ვაკის ერთ ნაწილში მაჟორიტარები, ჩვენ იმას ხელს არ შეუძლია და ჩვენი მაჟორიტარი იქნება ვაკის მეორე საარჩევნო უბანზე, მეორე საარჩევნო ოლქში. შესაბამისად, ეს მემორანდუმი ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს არ უნდა შევუშალოთ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, სადაც იგივე ეხება მუნიციპალიტეტებს. თუ ვიღაცა აყენებს ერთ სოფელში, ჩვენ არ ვაყენებთ, თუ გახარიას პარტია აყენებს, ჩვენ იმ სოფელში არ დავაყენებთ და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ იმ მაჟორიტარის გასაგებად. აქ არ არის არავითარ კოალიციაზე საუბარი და კიდევ ამ ვინც იძახებს რომ გადაწყვეტილია და 100%-ად ვიცით რა იქნება, მერწმუნეთ ეს არ არის. როდესაც როგორც კი მოხდება მაგ გადაწყვეტილება, მაგ შეთანხმება,
პირველი მოსახლეობა და ჟურნალისტები გიგენ რა თქმა უნდა. თქვენ ხართ ერთ-ერთი პარტია, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კონსოლიდაციაში იყავით კიდევაც და მის ყველა ნაბიჯთან ერთად თქვენი პარტია სულ მუდამ ჩანდა ტელევიზიებშიც და დახურულ ფორმატებშიც იღებდით მონაწილეობას. მაინტერესებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც იყო სალომე ზურაბიშვილი, თუ ეთანხმება თქვენ გადაწყვეტილებას, რომ შეხვიდეთ თვითმმართველობის არჩევნებში, რადგან მისი ბოლო გამოსვლა საზოგადოებისთვის იყო კითხვის ნიშნების ჩემთვისაც იყო, იმიტომ რომ გასვლა არ შეიძლება, ბოიკოტი არ შეიძლება და რა შეიძლება ცოტათი ქართული მომენტია, ხო? ნორც გაფრინდები. ჩემსაც გაუგებარი იყო და ერთადერთი პარტია პრაქტიკულად თუ ჩვენ ბოლომდე დავჭით პრეზიდენტის პლატფორმას. ბოლომ იმ 4 პარტიიდან ვინც გადალახა ბარიერი და პარლამენტში შევიდა, ერთადერთი ვინც დარჩა იყო ზუსტად ლელო ძლიერი საქართველოს. ჩვენ ვიყავით ბოლომდე ამ პლატფორმაში და ეხლაც აგვაქვს მუდმივი კონტაქტი და ჩვენი იდეა ზუსტად ის იყო თავის დროზე იანვარში როცა წარვადგინეთ და მქონდა შეხვედრა ამ 4 პარტიის და 4 ბარიერ გადალახული პარტიების შეხვედრა და არასამთავროების რომ მოდით ჩამოვაყალიბოთ სახელი არ იყო ალტერნატიული პარლამენტი პირობითად რომ დავარქვათ ალტერნატიული პარლამენტი სადაც გვეყოლება ძირითადი სამუშაო ჯგუფები კომიტეტები რა თქმა უნდა ერთადად ეხებოდა საგარეო საქმეს იმდენ შინაგან საქმის კომიტეტს ჩამოყალიბებდა ვერაფერ გააკეთებ მაგრამ უნდა ყოფილიყო ეგ ეწოდება ალტერნატიული პარლამენტი პირობითი დასახელება იყო ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ძალიან მართლა ბევრი ვიმუშავეთ, ბევრი შეხვედრები ქონდა ჩვენს ლიდერებს, რაღაცა მომენტში თქვა ჯანდაცვის, ვინ ჯანდაცვას კურირებდა, ჩვენ ცალკე ხვდებოდით, საერთო ბრიფინგებსაც კი ვაკეთებდით, მაგრამ სამწუხაროდ ეს პროექტი არ გამოვიდა სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგრამ ეს ჩვენ ვიყავით ყველაზე აქტიური, რომ ერთობა, ერთად ვიყოთ, აქ არ იყო შედამდენი პროცენტი აიღე, მე ამდენი პროცენტი აიღე, პარიტეტულად შევიდეთ, ვნახოთ და ამოცანა რა იქნებოდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ახალი არა ვადამდელი, არავით ახალი საპარლამენტო არჩევნები და არა ახალი და ვადამდელი განსხვავდება ერთმანეთს. თქვენ როგორც კი განაცხადეთ, თქვენმა პარტიამ რომ არჩევნებში მიიღებდით მონაწილეობას, პარტია საქართველოსთვის უფრო კაფიო იყო რომ მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ როგორც კი განაცხადა პარტია ლელომ თავისი სიტყვა რომ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, ძალიან დიდი ბულინგის კამპანია წამოვიდა თქვენს მიმართ, თუნდაც ლიბერალური ფლანგის მხრიდან და ვრცელდებოდა ევროსაბჭოს განცხადებები ქარდების სახით, რომელსაც ქარდებით ყויლი იყო. დიახ. რომელსაც აფინანსებდა თუ არა და უწყობდა თუ არა ხელს რომელიმე ოპოზიციური პარტია თქვენი აზრით, რომ ეს ქარდები გამომჟღავნებულიყო. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. თქვენ ალბათ არც გაგიგიათ ბოლო პერიოდში რაც დაიწყო ჩვენ რომელიმე სხვა პარტიაზე ან ცუდად გვეთქვა ან პაპატიეთ და ზოგიერთი ეხლად გამოჩეკილი და ვითომ და პოლიტიკოსი როდესაც მე მეტყვის რომ მე თურმე მოღალატე ვარ მინდა უთხრა შვილო იმდენი იმის მეათედი გააკეთე რაც მე მაქვს საქართველოსიც გააკეთებული და მე დამანძახე მოღალატე აი ეს ოპოზიციური ფლანგის ესეთი შემოტევა იყო აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენ არ უპასუხობთ არც უცდელობით, არც შეურაცხყოფით და ეს არის აბსოლუტურად. მოდი, მე პატივს ვცემ შენ გადაწყვეტილებას, შენ პატივი ეცით შენ გადაწყვეტილებას. პრობლემაც ამაშია, რომ ერთობა არ შედგა. ერთობა არ შედგა და ზუსტად ამიტომაც ჩვენ დავიცოთ სხვა გზების ძებნა. როგორ ყველა მეთოდი უნდა გამოვიყოთ ხოლმე. ერთ-ერთი, შესაძლოა დასაწყისში არც მალავ მეც არ ვიყავი მომხრე, რომ პარტია შესულიყო ამ პროცესში არჩევნებში რა კვლევებმა, საუბრებმა შიდა კავშირთან რეალურად მუშაობს დემოკრატიული ცენტრალიზმი რა, ჩვენ პარტიაში და ყველა საკითხი პოლიცაბჭოზე გადის. ცხარე კამათი, ძალიან სერიოზული კამათი იყო. არაერთხელ რას ვაკეთებ, ყველას მოკონდა თავის არგუმენტები და პარტიის გადაწყვეტილება იყო და მეც და მით უმეტეს იცით რა, როდესაც აი ამ ოპოზიციამ ჩვენ მეგობრები არიან, დაიწყო ესეთი ჩვენი სიტყვა ბულინგი არ მიყვა, ზეწოლა ჩვენზე. ამან მე უფრო გამახსენდა და უფრო ხო, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა გავაკეთოთ, მოიგებთ, ვერ მოიგებთ. ალბათ ძალიან ბანალური გახდა ეს მაგალითი სამას არაგველებზე. სამას არაგველებმა იცოდნენ რომ წააგებდნენ და რომ ყველა მოკვდებოდა. იცოდნენ ძალიან კარგად.
მაგრამ მაინც წავიდნენ იმ ბრძოლაში და დაიღუპნენ და ისტორიაში დარჩნენ. ხო, ჩვენ არ ვაპირებ დაღუპვას და პირიქით საქმის გაკეთება გვინდა, მაგრამ აი ამის თქვა ხო იცით რო წააგებთ. დიახაც, შეიძლება და შეიძლება, მაგრამ რაღაცა წინააღმდეგობას გაუწევთ. შეიქმნება ეს წინააღმდეგობის ცენტრები. უფრო ჩვენ ესე მიგვაჩნია, რომ ხალხს უფრო შევგრავთ. და ნახოთ რა იქნება და ამ შეკითხვაზე, აი 5 ოქტომბერს რას აპირებთ? მე შემიძლია კონტრშეკითხვა დაუსვათ. თქვენ რას აპირებთ 5 ოქტომბერს? აი ახლა რა ხდება? მე არა ვარ რევოლუციის მომხრე. როგორც ასე აცხადებთ. როცა ვიყავი ახალგაზრდა სტუდენტი, მაშინ ცოტა ესენი. ეხლა კიდევ რევოლუცია, რომელიც გადაიზრდება სამოქალაქო ომში, გადაიზარდოს. არც ერთ ქვეყანაში, არასდროს ისტორიაში დადებით შედეგი არ მოუტანა. კიდაც საფრანგეთის რევოლუციები ავიღოთ, კიდაც რუსეთში რევოლუციები ავიღოთ, არსად დადებით. იცით, როგორც ექიმი ვადარებ ხოლმე. როგორც ოპერაცია. არ უნდა მიიყვანო ადამიანი ჯანმრთელობა იმ დონეზე, რომ ოპერაცია დაჭერდეს. თერაპიული მეთოდებით უნდა უყურნაო და არ უნდა ძალიან კარგი არის ღვიძლის გადანერგვა, დავიწყეთ ფილტვის გადანერგვა. ამოცანა ის კი არ არის. ამოცანა არ უნდა დაგჭერდეს ღვიძლის გადანერგვა და ფილტვის გადანერგვა და კიდევ სხვა უამრავი ურთულესი ოპერაციები. აი ეს არის რომ თერაპიულად, ევოლუციური გზით უნდა ხდებოდეს მკურნალობა და პოლიტიკური ცხოვრება. მოდით გადავიდეთ ეკონომიკურ დეგრადაციაზე, რაც საქართველოს ბოლო წლების მანძილზე გამოიარა, მიგრაციულ თემებზე, რაც ჯაჭვურ რეაქციაში შედის პოლიტიკაში დღეს და სამწუხაროდ პოლიტიკოსების მხრიდან აი ეს თემები უკანა პლანზე წამოიწია და უფრო მიდის ბულინგის კამპანია, დამცირებები, ვინ უფრო მაგარია, ვინ უფრო რატომ არღებულობს მონაწილეობას არჩევნებში და აი ეს თემები საერთოდ აღარ არის აქტუალური. თუნდაც მიგრაცია და აი თქვენ რას ფიქრობთ მიგრაციაზე, როგორ აისახება საქართველოს მომავლისთვის ეს ყველაფერი? საქსტატმა დაწერა, რომ ყველაზე მეტი სტუდენტი ახლა ინდოეთიდან მყავს. დიახ, მეც ვასწავლი მაგას. 17,000-ზე მეტი სტუდენტი. კან უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ თითქმის ყველა ჯანდაცვის სფეროში აპირებს შემდეგ გააგრძელოს მოღვაწეობა. მაგის ახსნა მაქვს, მაგრამ ალბათ მაგის თემა არ არის, მაგრამ ვიცი რატო ჩამოდიან ინდოელები საქართველოში მედიცინის სასწავლებლად. სამწუხაროდ ვიცი, იმიტომ რომ არაერთი სტუდენტი გავატარე. ნახეთ, ეკონომიკაზე რო ვთქვი, მიგრაცია რისი მაჩვენებელია, რომ ქვეყნიდან 70,000-ზე მეტი ახალგაზრდა გავიდა 18-დან 29 წლამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში. რას მიუთითებს ეს? ეს მარტო ახალგაზრდებზე ვსაუბრობ. მიუთითებს იმაზე, რომ ეკონომიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში. ბოლო 5 წლის განმავლობაში კლებულობს შობადობა და უკვე წინა წელს 5,000 მეტი ადამიანი დაიღუპა, გარდაიცვალა, ვიდრე ახალშობილი ყავდა. ანუ მინუსში წავედით. უარყოფითი ბალანსი გვაქვს ახალშობილების და გარდაცვლილი ადამიანების. აი ეს არის ზუსტად იმის მაჩვენებელი, რომ ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაში. ის რომ მამაკაცის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 68 წელი, იაპონიაში რამდენია? 88. 20 წელია სულ. აი ეს არის კარგი ეკონომიკა, ის კი არ არის შენ რომ GDP-ს რიცხვებს და NDP-ს რიცხვებს მაჩვენებ. არა, კარგი ეკონომიკა არის ის რომ შენ ხვალინდელი და მე, ჩემ შვილებს, ჩემ მეზობლებს, ჩემ ნათესავებს სოფელ ბრძვანში არ ეშინია ხვალინდელი დღის. არ ეშინია პენსიაში გასვლის. არ ეშინია ავად გახდომის და ხა ჯანდაცვალების საქმე მალაპარაკებთ, სულად წაშლილია ქვეყანა, რამდენიც არ უნდა იტრაბახოს ამ ცრუმთავრობამ. ეს არის კარგი ეკონომიკა. რომ მე ხვალინდელი დღის არ მეშინია და ვიცი რომ უმუშევარიც არ დავჩები, თუ დავჩები და ქვეყანა რაღაცა პერიოდში დამეხმარება სერიოზულად და ჩვენ ჩოხატაურის რაიონი რო ავიღოთ ვინაიდან გორიაში დიდ არ ყო აი ბოლო 6 არჩევნების 6 კვირა იგავატარი ძალიან ბევრი რამ 17,000 მოქალაქედან 11,000 არის სიღარიბის დონის ქვევით ცხოვრობს და აკვირდით რიცხვებს. გურიაში ხალხი აღარ დარჩა. აი ოქტომბერში რაც ნახეთ, ახლა ჩავდივარ ყოველ თვეში 3-4 დღე და 3 და 5 დღემდე ჩავდივარ, ნახულობ რა ხდება, როგორც ჩემი პოლიტიკურატორობის ზონაში, სოფლები ცარიელდება, იმაზე ცარიელია, რაც უკვე ხალხი გადის და ძალიან დიდ ბედნიერებად მიაჩნია თუ წავლენ სადმე იტალიაში, ესპანეთში ხამის ქოთნის გამდანებად. აი ეს არის ჩვენი ეკონომიკა. ეკონომიკას ძირითადი შემოსავალი იცით რა არის? ძველი დანგრეული მანქანების
ძველი მანქანების ექსპორტი და რეექსპორტი. ნახმარი გამოყენებული საბურავების იმპორტირება და მერე ამის რეექსპორტირება. აი ეს არის წამყვანი რო გეყოლება მანქანის ძველი ვიღაც ნახმარი მანქანის ჩამოყვანა და შენი ეკონომიკა ამაზე დგას. და რეექსპორტი სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა და კიდე რამოდენიმე ცენტრალური აზიის ქვეყანამ რომ მიიღოს იგივე კანონმდებლობა, როგორც ჩვენ გვაქვს მანქანის შემოყვანის და გამბაჟების, ეს ბიზნესი გაჩერდება. აი მერე რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რა მუშაობს საქართველოში? არაფერი. აბსოლუტურად ჩვენ არ ვაწარმოებთ არაფერ პროდუქტს. ჩვენ გავხდით გადამყიდველები. ვიყიდე გავყიდე. არაფერს არ ვაწარმოებთ. არც ის ჩვენი სამწუხაროდ მალე ალბათ პრობლემა გვექნება და უკვე გვაქვს მადნეულის ანუ მანგანუმის გატანაში და სხვა პრობლემებიც რაც მუშაობს ისაც ალბათ გაჩერდება. ალბათ ყველა ვხედავთ როგორი ინფლაცია თუ რიცხობრივად არ აღნიშნავს ჩვენი სტატისტიკის სამმართველო, ალბათ ჩვენ ელემენტარულად მაღაზიაში შესვლის დროს ამას ყოველ დღე ხედავთ რა. კარგი ეკონომიკას კიდევ არის ის, სადაც ადამიანს ხვალინდელი დღის არ ეჩნია. აი ეს არის კარგი ეკონომიკა. ხვალინდელი კეთილდღეობაზე ფიქრობს და არა სიცოცხლის გადარჩენაზე და ბავშვს როგორ უყიდოს ხვალ ჯოხი კამპეტი. მაგალითად, აი იმაზე რო ფიქრობს. თქვენ ვეტერანი ბრძანდებით, როგორც აღნიშნეთ და ამ თემაზე 1-2 სიტყვა რომ გითხრათ და მინდა კითხვა დაგისვათ ზუსტად ვეტერანების პრობლემებზე და გაჭირვებაზე. ყველა ომის მონაწილე ვარ, აფხაზეთი, სამაჩაბლო, უკრაინაში კი ვიყავი ჩასული, ახლა რო დაიწყო 22-ში ჩვენმა მტრებმა, რუსებმა რო დაუწყეს ჩვენ ძმებ უკრაინელმა ამბილ ძმებს, ძალიან მაგარი ხალხია. აუ იცით როგორ შეკრულები არიან. აი გესიამოვნება, იქ ომში ყოფნას გესიამოვნება, იმიტომ რომ ძალიან შეკრულები არიან. ერთი მიზნით არიან. არა აქვს მნიშვნელობა რომელ პრეზიდენტს უჭერდა მხარეს, რომელ პოლიტიკურ პარტიაში არიან. არიან ძალიან შეკრულები. ამიტომ ორდენიც ამაქვს, მედალიც ამაქვს მიღებული, აჭრილიც ამაქვს. მაგაზე იცით რა ვეტერანებს არ გვიყვარს ომზე საუბარი, ალბათ იღებთ პენსიას? კი, მეკუთვნის ასე, მაგრამ იმას ვრიცხავ აუცილებლად სპეციალური ფონდში. აი ეს 100 ლარი პენსია არის თუ არა? პენსია არ არის, ნახეთ. არასწორად და სამწუხაროდ ეს კიდე შევარდნაძის დროს შემოვიდა, ამას ქვია სოციალური დანამატი. ეს პენსია არ არის, ეს სხვა ცნება. ეს არის სოციალური ეს დანამატი. შევარდნაძის დროს იყო 20 ლარი. ეხლა გახადეს და ძალიან დიდი ზარზეიმით 100 ლარი. ჩვენ რო გადავთვალეთ ამ 100 ლარის უნარიანობა ზუსტად დაახლოებით იგივეა, რაც 20 ლარი, რომელიც შევარდნაძის დროს იყო შემოსული. დიდად არ განსხვავდა, რასაც ყიდულობდა, იმას ყიდავს. ანუ არაფერი არ მოემატა ნომინალური რიცხვი, რომ 100 ლარია. არაფერი ამით უფრო მეც ვეტერანი ვერც იყიდის, ვერც გადაიხდის და ვერ გააკეთებს. ამიტომ ვეტერანის პენსია, აი ზუსტად გასახელველი საკითხია. ვეტერანი უნდა იყოს ძალიან პატივნაცემი ადამიანი, რატო იცით რომ მომავალმა თაობამ რო უყურებს, წავიდა ადამიანმა იომა, ჯანმრთელობა დაიზიანა, ფსიქოლოგიური ტრავმა უზარმაზარი, ერთმანეთს ადამიანი როცა ერთხელ სხვას ესვრის, შეიძლება ვერ მოარტყა და ეცვლება ფსიქიკა. და რა? და არაფერი ისე მე ამის წინ ვიყავი ლილოში რო არის ალბათ იცით უსახკაროთა თავშესაფარი რო არის და იქ ნახე ერთი ვეტერანი რომელიც აფხაზეთში. ესე არ უნდა ხდებოდეს. მე რა თქმა უნდა ამერიკამდე შეერთებულთა და ძალიან შორსა ვარ deep state-ია იქა და იქ როგორ მოვაშია. აი იქ რო ვეტერანებს პატივს ცემენ, ეს არის სასწაული. იგივე შეგვიძლია შემოვიტანოთ ბავშვებისთვის შეღავათი თქვა სწავლების დროს. არის ვიღაცა როგორც აკეთებენ. უფასო მანქანის სადგომები. აი შეხედეთ ვეტერანი რომელიც ხოლოს მცხეთაში თბილისში რო ჩამოდის ტრანსპორტში ფული უნდა გადაიხადოს. დიახ. აი რატო უნდა გადაიხადოს ვეტერანია რა მნიშვნელობა აქვს მცხეთაშია ჩაწერილი ლაგოდეხში თუ თბილისში ვეტერანი ყველგან უნდა ყო იგივე მატარებლის ბილეთები და კიდევ მანქანის სადგომი როგორც არის სადგომი შეშმ პირებისთვის ესეც უნდა იყოს ვეტერანებისთვის. დიახაც ყველგან უნდა გამოიხატოს ეს არის ვეტერანი.
პატივისცემა უნდა იყოს ამ კაცის ადამიანების მიმართ კიდე იმისთვის რომ შემდგმა თაობამ თქვა მეც წავალ მეც დავიცავ ჩემს სამშობლოს და თუ რამე დამემართა მე 100 ლარიანი სოციალური შემწეობის ხონზე არ უნდა დავჭე და მე თუ პრობლემა მექნება ჩემ ოჯახს მუდმივად დაეხმარებიან და არა რაღაცა ერჯერადი დახმარებით ვეტერანი უნდა გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო პირი კი ალბათ მოусმინეთ ხო ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს ჩვენო გმირები აღარ გჭირდება ანწუხელიძეო პიარ შეეწირაო სიტყვა პიარიც არიციან სამწუხაროდ რას ნიშნავს მართლა არიციან და აი ესეთი მთავრობა რო გეყოლებ ვის მოუნდება ვის ეკნება სურვილი რეალური საშიშროება სულ ირგვლივ ვინ აქვს მეგობრები ყავს არ მგონია ირგვლივ სუმტრები ყველა ჩვენი მეზობელი არის პოტენციალურად შეიძლება ომი მოგვივიდა ვინ წავა ქვეყნის დასაცავად ვინ წავა არავის სურვილი აღარ ექნება ნუ ახლა შეერაღულ ძალებზე არ ვისაუბრები კაც სულ კატასტროფაში ვარ შეერაღული ძალები ყველაზე სუსტი ყავს უკვე ამიერკავკასიაში აი ეს არის ამაშია საქმე ჩვენ გადაუხვიეთ კი არა უკან შემოვტრიალდით და რეალურად მივდივართ რუსეთში თუ აი ხლა რუსეთი არ გმართავს მე ვფიქრობ რომ ძირითად გადაწყვეტილებებს თვითონ კრემლის გარეშე ეს ფსევდომთავრობა ვერ იღებს აუცილებლად უნდა შეუთანხმო არტია ლელო რომ იყოს ქვეყნის სათავეში, ეს კოალიცია რომ დავივიწყოთ ცოტა ხანი და ევროკავშირმა გამოგვიგზავნოს ეს დასტა განკარგულების თუ რა უნდა შევასრულოთ, რამდენი პუნქტი უნდა შევასრულოთ და როგორ და ამ პუნქტებში რო ეწეროს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და LGBT თემის საქართველოში პატივისცემა. შეასრულებდა თუ არა პარტია ლელო? ამაზე სხვათა შორის ეს კანონჯერავისა გაუქმებია, რაც ეხება LGBT ახლა ქვია პლუს Q ხო? Q პლუსი გაგზავნა კიდე. დასაგებია. ხო და აქედან გამომდინარე იგივე მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ ცოტა აქ სხვანაირი მიდგომა დაგჭირდებოდა. სხვანაირი მიდგომა დაგჭირდებოდა, ვიდრე ის პოლიტიკური პატიმარი, ვინც ახლა არის. თორე არის პოლიტიკური პატიმარი. პოლიტიკური პატიმარი და რეალურად ისეთი ბრალდებები აქვს წაყენებული, რომ აი ცოტა სასაცილოა რა გაცილებით სხვა ბრალდებები წაყენება შეიძლება იმაზე საუბარი ეხლა რომ მიდის ომი ჩვენ დავიწყეთ მე მაშინ ვიყავი ჯანდაცვის მოადგილე ჩვენ ომი არ დაგვიწყეს მე ვიცი ერთ-ერთი ჩართული ვიყავი მთელ და მე უმართავდი მაშინ მთელ ამ ჩამოყვანა დაჭრილების დაჭრილის რომელიც ევაკუაცია მოვახდინეთ არც ერთი არ მოგვიყვება და განთავისუფლებდით თუ არა მიხეილ სააკაშვილს რთული შეკითხვა პრინციპში თუ პოლიტპატიმრებს საუბრობთ უნდა თუ ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს განთავისუფლება წესით დაგიკით მაგრამ აქ ეს არ არის ესეთი მარტივი საკითხი როგორც ახლა პრეზიდენტზე არის დიდი შეტევები ქალბატონ მეხუთე პრეზიდენტზე რატო არ გაათავისუფლა მეც არ ვიცი თუმცა ქონდა ამის საშუალება აბსოლუტურად გაეთავისუფლებინა მაგრამ ალბათ იცით რა ხდება რა პრობლემაა რატო არ გაათავისუფლა სამწუხაროდ წინა ხელისუფლება ძალიან ბევრი რაღაცა კარგი გააკეთა მეც მუშაობდი და მეც ვიყავი სამინისტროში იმდენი სიკეთე გააკეთა იმ დროს არაფრიდან რა და გზები რა ქვია იუსტიციის სახლი ჯანდაცვაში დავიწყეთ სერიოზული რეფორმის გაკეთება ჩვენ რომ მოვიდით ხელისუფლებაში 50 მილიონი იყო სულ ბიუჯეტი მთელი ჯანდაცვის ვალი იცი რამდენი ქონდა 125 მილიონი ერთ წელიწადში ყველა კლინიკის ვალი გავისტუმრეთ წარმოიდგინე და ბიუჯეტი მე რო წამოვედი 9 მილიარდი დავტოვე ჯანდაცვის ბიუჯეტი ნახეთ რამ ხელა უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა ზუსტად მიშა სააკაშვილის დროს მაგრამ ნუ მე ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული იმ ხრივ რომ ადამიანს არ უნდა წაართვა თავისი რაც აქვს მფლობელობაში. არ შეიძლება როგორც კი დაიწყო სახლების, მანქანების, ქარხნების ბიზნესის წართმევა, საკუთრება არ უნდა წაართვა. როგორც კი იწყება საკუთრების წართმევა, შენ გაქვს უკვე პრობლემა. ესეთი ხელისუფლებები დიდხანს ვერ ძლევენ და ეს იყო იმას ქონდა ვაშინგტონს, რომ როგორც კი შენ დათმობ თავისუფლებას უსაფრთხოების სასარგებლოდ, მალე არ თავისუფლება გექნება და არ უსაფრთხოება.
კარგი მაგალითია წინა ხელისუფლება. აღარც თავისუფლება აქვს და აღარც თავისუფლება აქვს და აღარც უსამართლოება. დიახ. და მეორე თემა LGBTQ თემებზე რას ფიქრობთ? და არის თუ არა ესეთი საშიშროება, როგორიც ახლა არის წარმოჩინებული? სამწუხაროდ წარმოჩინებული არის ისეთ ხალხის მიერ, ანუ არსებული ხელისუფლების მიერ, რომლებიც ძალიან ბევრი წევრი ამ აქ LGBTQ+ მიეკუთვნება. და ფარისევლობაა ეს ყველაფერი რა. ადამიანი ღვთისშექმნილია, როგორც ვიძახით ხო? ხო და სხვადასხვანაირი ადამიანები არის. ეს მე გეტყვით შემწავლდა, რომ ეს ადამიანები არ უნდა იდევნებოდნენ არავითარ შემთხვევაში. და მე ბევრსა თანამდებობაზე მუშაობდი და ყავდა ესეთი არასდროს არავის არ ვახსნობინებდით, რომ რაღაცა პრობლემაა. ყველა დაცული უნდა ეს ესეთი ადამიანია, მასზე ამოწყობი. მეორე მომენტი, რაც ზოგჯერ ზედმეტში გადადის, კიდაც ეს პროპაგანდა, ეს მე ძალიან მაღაზიარებს. რა თქმა უნდა, იცით რა? ხარ არავინ არ გეხება. პირიქით, აქ ყველანაირი შენი უფლებები დაცულია, მაგრამ რაღაცა არ უნდა გადააჭარბოს. ანუ ეს პრაიდები თქვენთვის მიუღებელია, პრაიდები. პრაიდს გააჩნია კიდე რა. დიახ. ხო, გააჩნია, ანუ ზედმეტში არ უნდა გადადიოს. თუმცა კიდევ ამ თუ ვინმე დაარღვია მისი უფლება. ვიღაცამ კიდევ სიტყვა ბულინგი არ მეყოლეს. ზეწოლა განახორციელა, ფიზიკურად შეეხო, ის უნდა იყოს დაჟილი აუცილებლად. ეს არის ადამიანი. მას აქ ესეთი წარმოდგენა, მისთვის მისი ღირებულება. ამოცანა არის ღირებულება, დაუშვათ ადამიანის ღირებულებები. ამოცანა არის ის, რომ ქვეყნის ამოცანა რომ და ადამიანის შენი კეთილდღეობა არა აწყოს ხვის უბედურებას. აი ეს არის ამოცანა. თუ ადამიანი ცხოვრობს თავის სიცოცხლე, თავის ცხოვრება აქვს, თავის პრინციპები აქვს, მაგრამ თავის კეთილდღეობას ხვის უბედურებაზე და ხვის გაღატაკებაზე, გახაბირებაზე ან სიკვდილზე არ აწყობს, ეს მისი საქმე. აი ერთსქესიანთა ოჯახის მიერ შვილად აყვანა ზე რას ფიქრობთ? მე არა ვარ მაგის მომხრე ნამდვილად. ეს ჩემი აზრია ისე და ისე. კი, ბევრ ქვეყანაში არის, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ევროპის არ არის, მით უმეტეს უფრო მართლმადიდებელ ქვეყნებში ევროპის ეს პრაქტიკა აკრძალულია. არის ბევრი ქვეყნები, პირველი ნიდერლანდები იყო თუ არ უნდა ამიშლობა რომელიო, არის ქვეყნები, მაგრამ კიდევ ამ ეს არის ქვეყნის გადაწყვეტილება. აი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იგივე ევროპაშია ქვეყნები, სადაც აი ესეთი პრაქტიკა რაც თქვენ ბრძანეთ, აკრძალვა არ შეიძლება აკრძალული. ნარკომანიაზე ვისაუბრე. რა ხდება საქართველოში? რა ხდება საქართველოში უბრალოდ ჩემს სახთან არ ვიცი ჯერ რას თხრის ეს ხალხი თხუნელები ვით არიან ყოველ საღამოს მოდიან რაღაცას თხრის ნარკომანიას დაჭერით კანონების გამკაცრებით უფრო დიდხანს ვერ უშვები ეს არის განათლება ეს არის პრობლემა განათლება როგორც ევროპულ ბევრ ქვეყანაში სკოლაში განათლება როგორ უთა უარი თუ შემოგთავაზეს ნარკოტიკული საშუალება ისაც კი უნდა იცო როგორ განასხვაურა არის ხარისხიანი და რა არის თქვა სუბუქ ნარკოტიკი თუმცა ესაც სიტყვა ცოტა ისეთი სუბუქი და მძიმე აი ნახეთ ამაზე განათლებაზეა საუბარი და ჩვენი პრობლემა ჩვენ მივედით ახლა იმას და რა განათლებაზე განათლება აი სამხრეთ აფრიკულ უნივერსიტეტზე იყო წარწერა თუ გინდა გაანადგურო ქვეყანა ნერი არ გჭირდება ბირთვული იარაღი დაწიე განათლების დონე ცუდი ექიმები ვერ უმკურნალებენ ცუდი მასწავლებლები ვერ აღზრდიან გაუნათლებელი იურისტები შექმნიან ცუდ კანონებს გაუნათლებელი ეკონომისტები და ფინანსისტები მიიყვანენ ქვეყანას ეკონომიურ სულვარდამდე გაქრა ქვეყანა ამიტომაც განათლება რატო არის გერმანიაში განათლება უფასო იმიტომ რომ უფასო და ძალიან მაღალი დონის იმიტომ რომ მხოლოდ განათლებულ და მხოლოდ ჯამთელერს შეუძლია განვითარება ჩვენ ახლა არც განათლებულები არ ვართ ძალიან და არც ჯამთელები არ ვართ რამდენიც არ უნდა ტრაბახობდნენ ეგრეთ წოდებული სხვადასხვა ჯანდაცვის მინისტრები ჩვენ გავაკეთეთ საყოველთაო არ არის ბატონებო ეს და არის ძალიან დაბალი დონის 45000 კაცი გავიდა მარტო 2024 წელს საქართველოსდან სამკურნალოდ და გუშინწინ რაც გამოაცხადა თუ გუშინ აღარ მახსოვს გუშინწინ რაც გამოაცხადა სარჯველაძემ მინისტრმა რომ 19 პროფესია გვაქვს
დეფიციტურიო და ექიმიო, რომელსაც არ აქვს გავლილიო რეზიდენტურაო, უმცროსი ექიმი, შეძლებს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებას. თქვენ გესმით ეს რას ნიშნავს? და როდ გადავხედე დეფიციტურ პროფესიებს, კარდიოქირურგია და ნეიროქირურგიაში. ერთ-ერთი ბირთვული ხო? ეს იყო კარდიოქირურგია იყო საქართველოს იცით რა სიამაყე იყო ამათ მოსვლამდე და მე 500 მეოცე ბრძანება რომ მიიღო ერთ-ერთმა მინისტრმა იქამდე. კარდიოქირურგი აქეთ თურქეთიდან ჩამოდიოდა ჩვენთან ხალხი. აზერბაიჯანზე და აქვია იმაზე სომხეთზე ჩვენთან მოდიოდნენ ოპერაციებს. და ეხლა კარდიოქირურგი გახდა დეფიციტი. 31 სამედიცინო უნივერსიტეტი. აქედან სადაც 26 არის უცხო ინგლისურენოვანი ესე რომ ვთქვა. ქართველები აღარ მიდიან სამედიცინოს. დიდი პასუხისმგებლობა, დაბალი мотиваცია, დაბალი ხელფასები, დიდი ხნის დროის სწავლა და ჩვენთან ძირითადად სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობენ ზუსტად პაკისტანელები, ინდოელები ნუ არიან რა თქმა უნდა, ნიგერიიდან ჩამოსული, მაგრამ ძირითადი მაინც ეს არის პაკისტანი და ინდოეთი. ინდურად საუბარიც კი დავიწყე, რამოდენიმე ფრაზა და სიტყვა ვისწავლე. აი ეს და პრობლემაა. ხო და როგორ ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე, როცა ქვეყანა ყოველდღიურად ჩვენ ქვევით და ქვევით ჩავდით. ყველა მიმართულებით, ყველა განათლება, მედიცინა, სამხედრო, სპორტიც აღარა გვაქვს, სპორტში არიდება ის თანხები, რომელიც უნდა ჩაიდოს. ფეხბურთი ხო არის ჩვენი ნომერი. ბავშვთა ფეხბურთი 12 წლამდე უფასო უნდა იყოს. და მე უკვე გუნდებმა შეარჩინონ ვინ არის პერსპექტიული. რადგან იღებს ფეხბურთზე სიარული, ბურთი, გამაში, ბუცი, მაისური, ზამთარი, ზაფხული, გასვლა, აქვია შეკრებებზე, თამაშებზე გასვლა და უამრავი ნიჭიერი ბავშვი რომელიც მშობელს უბრალოდ არა აქვს ეს. და ამიტომაც ამაზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ჩვენი სტადიონები რას გავს, ამაზე საუბარი არ არის. კობიაშვილს მოეკითხება მაგაზე აუცილებლად მოვა მაგის დროც, მაგრამ ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ამიტომ ძალიან გულშემატკივრობდა, მაგრამ ბავშვთა ფეხბურთი თუ არ გაიზარდა, კი არა, მაქსიმალურად სახელმწიფო ბავშვთა ფეხბურთი თუ ფეხბურთი ჩვენი სპორტია. ამას უნდა მივცეთ შესაბამისი სახელმწიფო სერიოზული დაფინანსება. და არა მარტო დიდ ქალაქებში, ყველა მუნიციპალურ ცენტრში უნდა იყოს საფეხბურთო სკოლა. სადაც მართლა უამრავ კვარაცხელია აღმოვაჩენთ კიდევ რა. აი ამდენი პრობლემა ჩამოვთვალეთ, ყველაზე ვისაუბრეთ და მაინც გონიათ თუ არა რომ ახლა რომ იყოს მთავრობაში პარტია ლელო ან რომელიმე ოპოზიციური პარტია ევროკავშირი მიიღებდა თუ არა საქართველოს მის წევრად. კი, როგორც კი შევასრულებთ და კიდე ეკითხარი შრომატევადია, მაგრამ რთული შესასრულებელი ის პირობები არ არის, ეს მოხდებოდა ძალიან სწრაფად. მარტო ლელო ვერ მოვა და მე ახსოვს უნდა ვაღიაროთ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა იყოს კოალიციური მთავრობა და კოალიციური მთავრობა ძალიან კარგია ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთმანეთს ვაკონტროლებთ. ერთმანეთს კომპრომისებზე მივდივართ ერთმანეთთან. ანუ რა პრობლემა, არავინ არ აკრიტიკებს შიდა გამაკრიტიკებელი ამ მთავრობას არ აყავს. რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ალბათ ხედავთ უამრავი ეს კორუფციული გარიგებები. მინისტრის მოადგილეები აკეთებდნენ, რასაც უნდა იმას აკეთებდნენ. როგორ უნდა ტენდერებს აცხადებდნენ, როგორც უნდა შესყიდვებს და კიდე უამრავი მაგაზე მასალაა და კიდე ძალიან ბევრი გამომჟღავდა და ელემენტარულად ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან მომწონს როგორც მუშაობს აუდიტის სამსახური. სახელმწიფო სტრუქტურა, იცით ალბათ სახელმწიფო აუდიტის სამსახური. უბრალოდ მაგათი დასკვნები მე ვეცნობი მუდმივად რაც ეხება ჯანდაცვას, სოციალურ დაცვას. მარტო მაგათი დასკვნების საფუძველზე ნახევარი მთავრობა კი 3/4 ის ვინც ახლა მართავს ქვეყანაში წავა ციხეში. ახლა გადავიდეთ ბლიც კითხვებზე, 6 ბლიც კითხვა გვაქვს და მოკლე პასუხები რომ გაგვცეთ. ყველაზე გამბედავი პოლიტიკოსი რომელია საქართველოში თქვენი აზრით? ვის გამოარჩევდით? აი ახლა იტყვიან რომ ისახა ხარო, ლელოს წევრი ხარო. მამკა ხაზარაძეს, მამკას ხაზარაძეს არაფერი არ ქონდა პრობლემატური და არაფერი პრობლემა არ ქონდა და ახლა შეიძლება და ახლა ინგლისში ცხოვრობდეს, ახლაც კი. მაგრამ გაბედა და წამოვიდა პოლიტიკაში. ოღონდ ეს მართლა ესე ვფიქრობ და არა იმიტომ რომ მე მინდა ვინმეს ვასიამოვნო ჩემ პარტიის წევრებს. ვის არ მისცემდით ხმას არასდროს რომელ პოლიტიკურ პარტიას? არასდროს, რა თქმა უნდა, ახლა ვინც არიან ეგრეთ წოდებული ხოცები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს პარტიაც აღარ არის, ეს არის ბანდა.
ყველაზე გულწრფელი პოლიტიკოსი. გულწრფელი პოლიტიკოსი? შალვა ნათელაშვილი ალბათ. ჩემი აზრით. იცით რატო რა? ალბათ რასაც ფიქრობს იმას ამბობს და ალბათ ზოგჯერ შეიძლება ეს კარგიც არ არის, ზოგჯერ კარგია. ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ. რა საკეთებდით 7 ნოემბერს? მე? რომელ 7 ნოემბერს? კი. მაშინ ვიყავი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. და ჩემი ოფისი, ჩვენი ოფისი მაშინ რემონტი იყო ჯანდაცვის სამინისტროში, რუსთაველის 12 ნომერში მდებარეობდა. პრაქტიკულად არაფერი არ და ყოველდღე ჩემი კაბინეტიდან ჩანდა რა ხდებოდა რუსთაველის გამზირს. პრაქტიკულად დაშლილი იყო მიტინგი და ეს რომ უბრალოდ ჩემთვის იყო ძალიან დიდი შოკი, რაც დავინახე, ეს რობოკოპები, მაშინ პირველად რობოკოპს არასწორად დასახელება, მაგრამ როგორც ეცახე. რომ დავინახე მართლა პრობლემა ისეთი არასასიამოვნო შიში არა ახლა და ჩვენ თელმა ჩემმა 120 კაცზე მეტი ვიყავით ამ ჩემს დეპარტამენტში, სოციალური სააგენტო ერქვა. ჩვენ ძალიან ბევრი ხალხი შემოვიყვანეთ ჩვენთან. დავამუშავეთ, მქონდა სოდიანი წყალი, მქონდა საიდან გაჩნდა ამდენი სოდა, სოდიანი წყალიც მქონდა, დავამუშავეთ თვალები, ჩვენთან ოთახებში გავაჩერეთ იგივე ძიძიგური, ალბათ იცით ძიძიგური, ჩვენთან კაბინეტში ჩავკეთე რომ არ წაეყვანათ და ძალიან დაბრუნდა. და მაგის შემდეგ მე წავედი სამინისტროდან, იმის არ ეგონას რომ გამაგდეს. უბრალოდ სოციალურენ ჩემ გაგდებას, ბოლო-ბოლოში დააპირეს ჩემი თანამდებობის პოზიციის გაუქმებას და მე თვითონ დავწერე განცხადება. სწორედ ამის გამო ხომ არა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი, იმიტომ ძალიან მომწონდა რა კეთდებოდა იქამდე ხედავდი პირველად ჯანდაცვაზე მუშაობს. სასწრაფო საქართველოში არის. ჩვენ ავაწყეთ. საერთოდ არ არსებობდა, მანქანები არ ყავდა. ბენზინი არ ისხმევა. არ არსებობდა 4 რაიონი, სადაც საერთოდ ცნება სასწრაფოც კი არ იყო როგორც სტრუქტურა. ჩვენ შევქმნით ეს და ერთ წელიწადში ავამუშავეთ ახალი მანქანებით, ახალი ექიმებით და ნებისმიერ რაიონში მე რო ჩავიდე, ყველას ვიცნობ, პრობლემა არ მოექნება იმ სასწრაფოში და საავადმყოფოში რომ მივიდე. საქართველოში ვარ ნამყოფი ყველა საავადმყოფოში აბსოლუტურად და ყველა სასწრაფო დახმარებაში, ყველა სამშობიარო სახლი, არც ერთი, ყველგან ვარ. ამიტომ ისეთი კაი რაღაცები ხდებოდა ის იუსტიციის სახლი, ეს გზები, ეზოდენი აღარ ხრებოდა, თუნდაც ახლა ამბობენ რომ თავის დროზე შევარდნაძემ უკვე აკეთებს, კაი რა მნიშვნელობა აქვს. პერსპექტივის შეგრძნება იყო, მაგრამ აი 7 ნოემბრის შემდეგ ზუსტად გამიჩნდა ძალიან თუმცა ვითომ მიშა მეცადა მაშინ და გადადგა პრეზიდენტობიდან, ხო გახსოვთ რა, რაც ბევრს არ შეუძლია ესაც ისეთი ვაშკაცური ნაბიჯი იყო, ნუ მე რა მოხდა ისევ აირჩიეს და აი მერე დაიწყო ეს ეპოქა საკუთრების წართმევის ეპოქა დაიწყო. ეს იყო ჩემთვის რეკეტი, ხო? ხო, სახელმწიფო რეკეტი დაიწყო, დიახაც. მოდიოდა და ეუბნებოდნენ, აი ეს ჭიქა წყალი, იყიდე, ასლარად. აი ეს კატასტროფა ხდებოდა. და ამათ რა თქმა უნდა მე მაიძულა რომ ვერ დავჩებოდი. მართლა ძალიან მიხარობდა რასაც ვაკეთებდი. მართლა ძალიან მიხარობდა, კაი გეგმები მქონდა უკვე ოჯახის ექიმის. კეთილდღეობაზეც უარი თქვით ხო? ფინანსური. 3 წელი მე სამსახურს ვერ შეულობდი, იმიტომ რომ სადაც მე მივდიოდი, დამსდევდა, ნუ მაშინ რა იყო? კუდი ეგრეთ წოდებული და ამბობდა თუ ვახტანგ სორგულაძე თქვენთან იმუშავებს. თქვენ პრობლემები გექნებათ 3 წელი. როგორც წამოვიდი სამინისტროდან, მე სამსახური ვიწყებდი და 3 თვეში 4 თვეში მოდიოდა ხელმძღვანელი დირექტორი ფლობელი და ვატორა. არა, და ვატორა უქნაო რა. გამაფრთხილეს და რა თქმა უნდა, ჩემ მეგობრებს და ვისთანაც მუშაობდი, ვერ ჩავაყენებდი უხერხემლო მდგომარეობაში და რა თქმა უნდა მოვდიოდი. აი ესეთი აი ამან ზუსტად დაღუპა ნაციონალური მოძრაობა. ზუსტად მაგან დაღუპა. ქართული პოლიტიკა რომ ჟანრი იყოს, რომელი ჟანრი იქნებოდა? ახალი ჟანრი ეგეც დრამედია, დრამა და კომედია. დიახ. ტრაგიკომედია არა, დრამედია, დრამა და კომედია. მუდმივად დრამაში ვარ და ზოგჯერ აი ალბათ საქართველოს კარგი აღწერი არის ცისფერი მთები. ეს არის და შენგელაიას. მერტო. შეიძლება ის სული და გენიალური ადამიანი და შეგიძლია ცისფერი მთები არის ფილმი საქართველოს. ქართულ პოლიტიკაზე გეტყვი. დიახ, ქართულ პოლიტიკაზე. გენიალური მომენტებია მაგ ფილმში. ერთი არის ეს 93 წელშია გადაღებული და მომენტია ესეთი, რომ რა რიცხვია დღეს? 9 აპრილია ვაჟაძაევიჩი, ნახეთ. გენიოსი ხალხის შეუძლია ესეთი რაღაცის გაკეთება. 9 აპრილი, რატო არა 10 აპრილი, რატო არა 7 მაისი, ხო?
ფილმშიც 6 წლით ადრე ამ გენიოსმა ადამიანმა ეს რიცხვიც ფილმი არის უნიკალური ფილმია რა. არ ვიცი, მართლა ზეპირად ვიცი და ყოველ რა უყურებ კიდე რაღაც ახალ ფრაზებს სწავლობ. ახალ ისეთი ფრაზაა, რომელიც აი ფილოსოფიური ფრაზებია, ეს ფილოსოფიურ შინაარსი მოსდევს ყველა ამ გამოთქმას. და ბოლოს მექნება ესეთი კითხვა, ფრაზა, რომელსაც ყოველთვის უმეორებთ საკუთარ თავს. მე? დიახ. რაც აკეთდება ამ ქვეყანაში, ყველაფერი სიკეთისკენაა მიმართული. გარდა ადამიანის სიკვდილისა. ამიტომაც ალბათ ჩვენ ეს პერიოდიც უნდა გაგვევლო, მხედრიონის პერიოდიც უნდა გაგვევლო, ომებიც უნდა გაგვევლო და საბოლოოდ განთავისუფლებით და კიდევ ამბობ, რაც არ ხდება ამ სოფლიოში, ამ მომენტში, შენ გაბრაზდე რაღაცაზე. აი ეს როგორ მომივიდა, ჩემი არის სამსახურიდან რომ წამოვედი, სამინისტროდან. მე მივხვდი რომ ძალიან კაი რაღაცა მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ იქიდან წამოვედი და არ ჩავყევი ამათ ბოლომდე. ძალიან კაი რაღაცა რომ ბევრი რაღაცა ვისწავლე, სხვა განათლება სხვა უნივერსიტეტში დავიწყე მე ლექციების კითხვა, მე დეკანი გავხდი კავკასიის უნივერსიტეტში, ჯანდაცვის სკოლის. ამიტომაც ყველაფერი ადამიანი არ მოკვდეს და დანარჩენი რაც არ ხდება, იმიტომ რომ უფალმა ეს როგორ დაუშვა, უფალი მიგზავნის გამოცდას. აი როგორ გაჩააბარებ ამ გამოცდას. კაცი იქნები. თუ არა კაცი. აი ამას აქ დიდი მნიშვნელობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო და დავამშვიდობები მაყურებელს. მადლობა ყურადღებისთვის.